მოგესალმებით მეგობრებო. დღეს თქვენთვის უკვე ცნობილ სახეებს, გიორგის და ინგას, მოვუმზადეთ ცოტა უხერხული, ცოტა სპაისი შეკითხვები. და თუ მზად ხართ, მეგობრებო, შეგვიძლია დავიწყოთ. მიდი. ყველაფრისთვის მზად ვარ. მიყვარს უხერხული შეკითხვები. ოკეი. პირველი შეკითხვა. დაასახელეთ თქვენი ბავშვობის ქრაში, ანუ რეალური ადამიანი, რომელზეც ახლა გიცინებათ. ოკეი, რეალური ადამიანი მარტო? პერსონაჟიც შეიძლება. ოკეი. უზომოდ მიყვარდა სერიალ გაქცევიდან მაიკლ სკოფილდი. ოღონდ ანუ ისე მიყვარდა რომ მოკვდა, ანუ ცხარეცრემლებით ვტიროდი, რომ ვჭამდი, მახსენდებოდა და ისე ვტიროდი და ანუ მოკვდა? პერსონაჟი რა თვითონ. ხო. არ მახნანახი ბოლომდე მადლობა სპოილერი. არა, არ არის სპოილერი მაინც ხო და ნუ აი უზომოდ გამიცადე რა. ხო და თან მე აღმოჩნდა რომ მაიკლ სკოფილდი დაკამინგ აუტს და მე გეია და ძალიან მინერვიულე გოგოები არ მოსწონს თქო და ხო უკვე მსახიობი დაკამინგ აუტსდა რა და დღეს რომ ახსენება ძალიან საყვარელობა იმიტომ რომ ჩემი მართლა გულწრფად პირველი სიყვარული იყო ბიჭი. შენი ვინ იყო გიო? აი ჩემი პირველი ბავშვობის ქრაში იყო ლეიზი თაუნი გადიოდა რუსთავი 2-ზე მგონი მულტფილმი იყო თუ ანიმაცია. და მანდ იყო სპარტაკუსი და ძალიან უკრაშავდა. აი ჩემი თაობის ხალხს ეწოდინება ეგუეჭველი ქრაშავდა. მყავს ეგეთი ცხენი ქრაში. სპირიტიდან. აი მე კი ჩემიც ეგარი. ანუ აი ნომერ პირველი კი. შენ guilty pleasure ადამიანი, რომელიც ძალიან გიყვარს, მაგრამ არის ჰომოფობი. აი წეთ რა ვიცი, ეგეთი ცნობადი არავინ არ მახსენდება. ერთადერთი, ანუ ჩემი ლექტორი არის, რომელიც ჰომოფობიც არის და პლუს ამას ქოციც არის. მაგრამ მაინც აი რაღაცნაირად ვქრაშო, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი ადამიანი არის და მიკვირს როგორ არის ქოცი და ჰომოფობი. ვაუ. ჰომოფობიც არის? კი. ჩვენ კაი. ხო, იცის. მე მართლა ძალიან guilty pleasure ამბავი მაქვს. ძალიან სასირცხვილო ამბავია. იმიტომ რომ ვგიჟდებოდი ძალიან დიდი ხანი ანუ ერთი ცოტა ხანი შევეშვი იმას PvP ბეთლზე სადაც არიან ანუ აბსოლუტურად ჰომოფობი ადამიანები ოღონდ იმის იქით არ შეიძლება და ეს თვითონ ლაინების ძალიან შეგეი შენის შენ ამ კლიენტ მაგაზია აგებული ოღონდ მე გიჟივით ვუსმენ ამ PvP ბეთლს და ბოლოს უბრალოდ ძალიან პოლიტიკურად ძალიან გარეკეს და მეთქი ნუ აღარ შეიძლება და რა გწნობდი ინგა აი ამ ტექსტებს რო უსმენდი. სადიციანოდება. ოღონდ თან ეს ბეთლს ხო აქვს რაღაცა underground ისინი შეხვედრები და იქ დავდიოდი ბილეთებს ყიდულობდი და თან აქ მეკე და LGBT დროშა და ისინი შემიდან გავრიცხოთ თუ შეიძლება. ისინი რაღაცა შეგეი რაღაცა მე ამ LGBT ხელით ეს. რაც ვერ წარმოვიდგენი ხარ მაგ სივრცეში. ყველაზე უხერხული ან ცუდი მომენტი, რომელიც ქვიარ სივრცეში, ან დეითის დროს დაგმართნიათ. ეხლა მაგაზე ლაპარაკი რო დავიწყე, გიოლზოევის მთელ ფიცს მე დავიკავებ. დავიწყოთ ვეში. ქვიარ სივრცე იყო, მეტყვი ბევრი ქვიარი იყო და გოგოს ვეპრანჭებოდი რა. ოღონდ ისე რომ ახალი დაწყებული. როგას ბუდე მესიჯები და რაღაცა ჭკუაზე არა და ჩემი მეგობარი მახლავს რა რაღაცებს ვაკეთებთ იქ ბანერებს და რაღაცებს და ვზივარ ახლა და ამ გოგოს რაღაცა ნუ ესე ვარ და ჩემი მეგობარი ატომღაც იწყებს ლაპარაკს რომ ინგა რო სტრეითიაო ეგეთიო საერთოდ ანუ არც არავინ არ მინახავსო მე ცხოვრებაში ანუ ყველა შეიძლება გოგო მოეწონს მაგრამ ინგას ანუ შანსი არ არის და გონდა რომ მეთქი რაღაცა და იმ გოგოს როგორი რეაქცია ჰქონდა? ძალიან გადასარევი ხო, მე ჩემთვის რა იყო ეგეთი გამახსენდა, აი ყველა გახსენებაზე მაჟრიალებს ისე მწვანეა. ერთ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა დაწყებული და რაც გასულიყა 2 კვირა და მწერს მეგობარი, რომელიც ამ პერიოდში არ მინახავს და რა ხდებაო შენსკენო და ანუ ამ ადამიანზე მაყოლა დავიწყე და ფოტო მაჩვენეო რა. და გადავედი ამ ადამიანის ინსტაგრამზე დავსკრინე ეს, რომ გამეგზავნო ჩემი მეგობრისთვის და გავუგზავნე თვითონ ამ ადამიანს. ოღონდ მარტო სკრინი კი არა, ანუ არ შევხედო ვის ჩატში ვიყავი და წერ ვუყვები ყველაფერს, ოღონდ აი როგორც მეგობარს მოვუყვები რა. ანუ რომ მეთქი ახლა თან სხვა ქალაქში იყო წასული და წასული კი ვთქვი წაეთრა თქო და რატო წაეთრა და როდის ჩამოეთრე, ანუ გადავობ ანუ რაღაც ნახევრად ხუმრობით და რაღაცა გაზვიადებულად და როდის მიხვდი რომ შენ უდიდესი ხო და ეს მივწერე და ტელეფონი დავდე და მე რაღაც 2 წუთის მერე ვიღებ და ვუყურებ ჩატს რომ ამ ტიპს მივწერე ეს ყველაფერი და თან დაეწერა რომ სინ ნახა
და ვარ აბსოლუტურ პანიკაში, რომ მეთქი რა ვქნა ეხლა. დაანსენდებას აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ უკვე ნანახი ქონდა და რაღაც არარსებული ტყუილის მოფიქრება დავიწყე, რომ მეთქი ანუ სხვა ადამიანზე უნდა მომეწერა შენთვის. თუ აი რაღაც არ მახსოვს რა მოვიტყვე და იქვე მაგას ყველაფერს ხო, ანუ მოიცადე, არ ხომ უნდა გაიბრძოლო მაინც და რომ მივხვდი რომ აზრი არ ქონდა და აი ვერანაირი ტყუილით ვერ გამოძვრებოდი მაგ სიტუაციიდან, ავდექი და დავბლოკე. ვარდა ძალიან მომწონდა ეგ ტიპი და ანუ ძალიან ოცნების კოშკები მქონდა, მაგრამ მომიწია დაბლოკვა და მე წავიდა ღმერთს მადლობა საზღვარგარეთ და ანუ არსად არ გადავიყრები ეხლა თავს მოვიკლავდი იქ. ერთადერთი ადამიანია რომლის ქვეყნიდან წასვლაც გამიხარდა. შემდეგი შეკითხვა. რომელია ის ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი, რომელსაც 100%-ით ამართლებ? ანუ შეგიძლია თქვა, რომ ამართლებ. აი queer სტერეოტიპი? ხო. აი queer მე მეტყურო, queer-ები რომ ერთ საათში უკვე ურთიერთობაში შედიან. მეორე დღეს უკვე ქორწილი აქვს და მეოთხე დღეს შვილი ყავს. როდის აქვს ქორწილი, გითხარი? მალე ხო? კარგი, ჩვენ არ გამოგატოვებინებთ მაგ სტერეოტიპს. ოღონდ ძალიან ცუდი სტერეოტიპია, თან ანუ ძალიან ხშირად ხო გვხვდება იქ ინსტაგრამზე თუ გინახავთ რა, ეს გოგოებზე, ლესბოსენებზე უფრო მეტად რა. და ანუ აი ცოტა ის გიჩნდება რა მე რომ ანუ ესე იგი ეს შენ მართლა მოგწონს მე ის ვიღაცა და მართლა შეგიყვარდა თუ ამ ყველა ეს უბრალოდ მსხვერპლი ხარ ამ სტერეოტიპის ხო სტრეიტი მეგობრების რეაქციები რომ ანუ რო ვერ ასწრებენ ეს ახალია ვინ არის ეს ის არის რო ვერ იმახსოვრებენ იმდენად სწრაფად ეგ რაღაც რეალობა არის ნაწილობრივ ხო აი სისწრაფეს მაგ სისწრაფეს ანუ გადასვლებს არ მართლებ შენი გულისხმობა ერთ ადამიანთან ხო თორე ის არის ბევრი მე არ ვიცი ეგეთი არანაირი სტერეოტიპი არ მახსენდება რომელსაც ვამართლებ იდეალური ადამიანი ვარ სრულიად არასტერეოტიპური ეს არის ბოლო შეკითხვა აბა ყველაზე ჰარდი არის თუ იცი რა არის საშუალოა ანუ არის თუ არა ესეთი ფილმი, ვინც queer საზოგადოებაში, ანუ საქართველოს გულისხმობ, საკმაოდ ცნობილია, მაგრამ თქვენ არ მოგწონთ და შეიძლება რომ Instagram-ზეც არ მიყვებოდით, ან უბრალოდ დამიუთებული ყავდეთ. აი, ყველაზე hard question არის, უხერხული, ხო? არის ვინმე ეგეთი? ქვი? არა, არა, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ანუ არა არის, ხო? კონკრეტული პიროვნება არის, ცნობილი, რომელსაც არ მოგწონს თუ დაბლოკილი ყავს. ანუ არ მაქვს არა, მაგრამ ხო, რა ისე რომ მაგის თორებს მოშვები. გადასკროლა. ჩემს შემთხვევაში მე გასწავლი დამიუთებას და ვაფშე აღარ. ნუ ეხლა მთლად ეგრეც არ უნდა ხო უნდა იცოდეს. ან ხადა ალაგალა ხო ხვდები რომ აი ეს მაგალითი შეამწარ. ხო, ნუ მაგრამ იმიტომ ვერ ვიტყვი რომ მართლა ძალიან ხო, მე ვიცი? კი კაცო, ყველა ვიცი. აი ჩემს შემთხვევაშიც არის ბევრი ეგეთი. ძალიან დავაიტრიგა, ეხა ინგამდა თუ შეიძლება რა. ნუ კამერა რო გაითიშება, კამერა რო გაითიშება. ხო, ჩემს შემთხვევაშიც არიან ეგეთები კონკრეტული სახელის და გვარის და პიროვნების მქონე ადამიანები, რომლებსაც ვიცნობთ. ბევრი ადამიანი, მაგრამ ეხლა სახელგვარს ვერ ვიტყვი. ხო და თუ დაინტრიგდით მეგობრებო თქვენ, მე და გიორგის პირადად მოგწერეთ და გეჭრავებით პირადად. მიზეზი რა არის ის გამოც? ხო, მიზეზი რა არის? ის გამოც არ მოწონს? თუ მაგას ამბობ, ანუ იმისთვის, რასაც აკეთებს პირობითად თემის მხარდასაჭერად გასაძლიერებლად და არა მხოლოდ თემის ქალების და ასე შემდეგ, ვფიქრობ, რომ მისი მეთოდები ცოტა პირიქით აი ზუსტად, ხო. უკუ ეფექტი რო აქვს, ხო. ან კიდე ერთი არის, არ ვიცი ხა რამდენად პოლიტკორექტული მიზეზი არის, მაგრამ აი მთელი პერსონალიტი რო აგებული აქვს მარტო საკუთარ იდენტობაზე. ხო, ეგეც. ანუ იმის იქით რო არაფერი არ არის. და ეგ მგონია რომ არასწორია. ანუ არც პოლიტიკურ შეხედულებებზე, არც ორიენტაციაზე მთელი შენი პერსონალიტი არ უნდა ააგო. ხო, უნდა იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა ხარ. ხო, ადამიანი ხარ, იდენტობაც ისიც ესეთ რა ვიცი. და უინტერესო ხდება, გამაღიზიანებელი ხდება მაგ დროს ადამიანი, როცა ერთ რაღაცაზე აქვს მთელი პერსონალიტი აშენებული. დღეისთვის სულ შეკითხვები იყო. იმედია მოგწონათ გაერთით ის ამოვრეთ და გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. პაკა!